კარგად, მადლობა. მოდი, დაინტერესობები. მითი უნდა მიცაი, მარიამ ბაქრაძე შემოვიდა. გამარჯობა კამას. გამარჯობა, როგორ ხარ? აგეთქონა როგორ ზონდებით. ცოტა ხნელა, იმიტომ რომ Google Meet-ით არასდროს არ მისარგებლია. მოგესალმებით ყველას. გამარჯობა ყველას. როგორ ხარ? ერთი ადამიანი ბაკლია. აიცა? სიო მე მგონი. დიდება. მოგესალმებით, გამარჯობა. ნინო, გირეკავდი. რატო არ იღებთ ჩემდარეკილს? ბავშვს ჰქონდა ალბათ ხმარდაწეული და მოგვიანებით ნახე. ეს რომ ამ დღეს ყურადღებით ვიყოთ ხოლმე, რომ ერთად ჩავერ. იმიტომ რომ ის სპეციალიზირებულად თქვენ 7 გარემოში ხართ, ნინო, თქვენ სეირნობთ ქუჩაში? არა, სახში მივდივარ. რამდენ ხანში იქნებით სახში? ხუთში და კომპიუტერი შემოვა. აი, ნინო, გაქრით. დიახ, სპეციალისტავებთან გიმოვა. მე მინდა ახლა ყველაფერი გითხრათ, მოკლედ პირველ რიგში რომ გთხოვთ რომ ამ ეს 2 საათი გამოყოთ 7 გარემოში ყოფნისთვის, იმიტომ რომ გაიგოთ ყველაფერი და გავაკეთოთ და გამოგვივიდეს ეს ყველაფერი. ძალიან ოთახში გვიყვებით, ყველაზე კარგია და ყველას დაგაცადონ ჩვენი ისა ურთიერთობა. მეორე მინდა გითხრათ რომ თუ მე თქოს არანაირად არ დაგაკლებთ, თუ არ დაგიმატეთ, იმიტომ რომ თუ გავრეკე და გავაგრძელე, გამაჩერეთ თქვენ. იმიტომ რომ 2 საათზე კი არა, 3 საათზე შეიძლება გავიდე. ამიტომ თქვენი დროც უნდა გავითვალისწინო და აქედან გამომდინარე ამიტომ გადავაცილებ სამწუხაროდ. მინდა რომ პროდუქტიულები ვიყოთ და ეცადეთ რომ ამ დროს ვიყოთ რომ საკითხი კარგი? და ნინოზე ვღელავ, იმიტომ რომ ტელეფონით ქუჩაში ცოტა ცუდად ესმის, ხო? არა, მოსასწრებო ყველაფერი კარგად მისმის. კარგი. ესე იგი თქვენი ჯგუფიდან ესე გამოვიდა რომ კაცები ცოტა ნაკლებად გაბედულები არიან ვიდრე ქალები, ეს საერთოდ ეხანდელი სენია. ჩვენ გავდა 2 ბიჭი 12 ფიქრობდი რომ აი ამ ჯგუფში 12 წლის ორგანს რა ვქო და მე დასაწყენებლად წაიყვანეს თუ გასტროლებ რაღაცაზე, მოკლედ შემდეგ ჯგუფში ჩავცვალ და ვეცდები რომ გოგოებიც მიუსადაგო ამ 12 წლის ბიჭებს თავისივე ასაკის. ეხლა მინდა თქვათ ესეთი რამე, მე ნაკლებად მიცნობთ. დიახ. ნუ მე კარგია ხო? ესე იგი კინო, თეატრი, ტელევიზია, სერიალები, რეკლამები ჩემთვის არის საკუთარი სახლი. მე მინდა რომ მარიამს ვიცნობ, იმიტომ რომ ჩემთან ეს მარიამ კიდე გერმანიაში ხარ? დიახ, ერთ-ერთ წუთში ჩამოვალ. კარგი. მე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ რაზეც ვილაპარაკებ, ის გაჭიროა და მე დრო არ გაგყავ. იმიტომ რომ აუცილებელია ჩვენ აბსოლუტურად მოვეშვათ რაღაცნაირად ერთმანეთი გავიცნოთ, რომ მე გვექნება ისეთ სავარჯიშოები, რომლებიც ერთმანეთთან კომუნიკაციაში შეიძლება დავეკეთოთ კიდეც გავაგრძელოთ ურთიერთობა ამ კურსის მერე და საჭიროა ის ლაპარაკი, რასაც მე ბოდიში რაღაცას ვიტყვი, გოგოები შეგვიძლია დავუმოწოთ ხოლმე ეკა რომ ლაპარაკობს, იმიტომ რომ საიდანაც ჩვენ მოდის მეგობრებს განხმა და ეკას ხმის ხარისხზეც მოხმარდებთ. აი ხა უკეთესია. მადლობა. ნინოს ნუ აღარ ივლის ალბათ და მივა ახლა 5 წუთში სახლში და არა, მეორე ნინოდანი. კი ბატონო. და მეორე რომ რასაც ჩვენ სავარჯიშოებს გავაკეთებთ, შეიძლება მოგეჩვენოთ თამაშად და ეს თამაში საჭიროა. იმიტომ რომ მე გავლილი მაქვს მიხეილ თუმანიშვილის სკოლა, რომელიც იყო სტანისლავსკის სკოლა, რომელიც აგებულია პირველი კურსიდან ერთ თამაშებზე, რომელიც აბსოლუტურად ანუ მეორად ეხარი წამალი, რომელიც არჩენს ხუთს, მაგრამ მეორადად მოქმედებს
თქვათ რაღაცაზე, ხო, ნაღლის ბურსზე ან რაღაცაზე. აქედან გამომდინარე, აქ არის ირიდი მეთოდები და ისინი როგორ ადამიანს გააგებინო და შეაგრძნებინო ის, რაც საჭიროა. აქედან გამომდინარე იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი საჭიროა, რაც ჩემგან წამოვა. თქვენ რამე კითხვები რო გაგიჩნდებათ, რაღაცა დამაცადეთ ხოლმე და მე კითხეთ ყველაფერი. პირველ რიგში მინდა გავიგო თქვენი мотивация, ანუ ვინ ვარ მე, მოკლედ რომ მომიყვეთ სახელი გვარი ასაკი პროფესია და რა მინდა აქ. აი ეს კითხვა მაქვს თქვენთან და დავიწყოთ მარიამისგან, გახოკიძისგან. გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ვარ მარიამ გახოკიძე, 27 წლის თბილისიდან, პროფესიით ვარ გრაფიკული დიზაინერი. და მინდა რომ კარგად გავერთო თქვენთან ერთად ვისწავლო ბევრი ახალი მეთოდი და პროფესიული კუთხითაც გავითარდე და ჩემ პროფესიაში ვიპოვო რამე ახალი და ასე შემდეგ რა. როდის მე გიფიქრია, აი რო გინდოდა თქვაც ეს პროფესია, აი შენი უნარების ჩამოთვალე რა, აი რაში რამე ექსპერიენსი ხوار ქონია კამერასთან. ბავშვობაში წრეებზე ან რაღაც თეატრალურ იმაზე ხوار გიფიქრია. მუსიკალური და ხელოვნების მიმართ, ანუ ტოლვა მაქვს, მუსიკალური განათლება მაქვს, სამხატვრო განათლება მაქვს და კამერასთან, ანუ მშობლები რო გვიღებდნენ ხოლმე პოზირება და ასე შემდეგ, ესეთი გამოცდილება მეტიერი. კაი, მარიამ, ცოტა ამაყლე შენი ტელეფონი, იმიტომ რომ აი მაგიდან აკლებად ჩანდეს და შენ აი ეს გადასარევი. აბა მარიამ, გაეცანი ჯგუფს და შენი мотивация გქონდა. და სათხარ და რა გინდა მაგიდან. გამარჯობათ მეგობრებო, მე მარიამი ბაქრაძე, ვარ 27 წლის, თბილისიდან. ზოგადად მოგზაურობ, გერმანიაში ცხოვრობდი საკმაოდ დიდი ხანია უკვე, თურქეთშიც გავიზარდე ბავშვობაში, ასე შემდეგ. ბავშვობიდან სურვილი მქონდა, რომ გავხდარიყავი მსახიობი, აი ძალიან მინდოდა რატომღაც და ეს თქვენს კი იცით, კომედიაში წრავედი და ასე და ფიქრობ, რომ გამომივა რატომღაც მინდა, რომ მივახციე მაგ ყველაფერს. გერმანიაში უბრალოდ ხარ ცხოვრობ? აქ დიდი ხანი ცხოვრობდი, მუშაობდი და ვსწავლობდი კიდევაც რაღაც ენებს ვსწავლობდი ასე ეკავას. მან ხوار გიცდია რამე სტუდიაში მისვლა ან თეატრალურ იმაში? აი, საქალმის არ მიცდია ჯერჯერობით არაფერი, მაგრამ მას შეუძლებელი არიან ესენი, იმიტომ რომ მე შარშანდელი თემის წელი გასწავლედი აკადემიაში, რომლებიც თურქებმა მოიფიქრეს, მორეკეს უამრავი ხალხი, აი რომ შეგვიძლია რომ კინოში გადაგებებთო. მერეურად გაიმლით კურსებსო და ფული ახდევინეს და დაგვიძახეს მე და გიორგი ყიფშიძეს პედაგოგებად. ნუ ჩვენი საქმე გავაკეთეთ 5-იანზე და ყავს გავიარე, არ ვიცი, 250 სტუდენტი 8 წლიდან დაწყებული 70 წლამდე, მინდა გითხრათ, შერეული ჯგუფებიც იყო, მე ბავშვების ჯგუფებიც და იცით როგორ მიყვარს ეს საქმე. აი გამარჯვებული რო გამოდიხარ ლექციიდან, აი ყოველთვის მარიამი არ მომატყუებინებს, იმიტომ რომ გვესწრება, აი ბედნიერი რო გამოდიხარ და გადაეცი რაღაცა და რაღაცა მიეცი და ადამიანებს და მადლიერების თვალები, აი მიგწვნია ეს ყველაფერი, ამიტომ მე არ მაქვს საშუალება რომ თქვა მქონდეს ფართი საკუთარი და ონლაინ შესაძლებლობას იძლეოდა რომ მე გავაგრძელო სწავლება და რაც მე გამომიცდილი მაქვს ცხოვრებაში და რაც მე ვიცი ყველაფერი გაუზიარო ადამიანებს. იმედია როდისმე მაგის შესაძლებობაც მექნება რომ ოფლაინ იყოთ, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ სეზონია ცოტა ცუდი, თეატრის სეზონი თავდება, თორე იდეა მაქვს რომ მეცხრე გაკვეთილი გაჩუქოთ და შევხვდეთ ერთმანეთს და იქნებ თუ დაკეტეს თეატრი მიგიყვანოთ თუმანიშვილის თეატრში
იქ რაღაცა ერთმანეთს შევხვდეთ, რაღაცა ბოლო გაკვეთილი ერთად ვიყოთ რა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამის. ვისაც შეუძლია და ვინც აქ იქნება. ძალიან კარგი იქნება ეკამას. მეგონი მე გერმანიაში იქნები და მაგრამ რო შეიძლება ჩამოვიდე ეკამას საერთოდ მომენტს კარგად. ის ნინო შევიდა ეთყობა სახლში და ახლა შემოგვერდება. ესე შენი მოტივაცია რა არის ბოლო მითხარი გინდა გაინტერესებს მესმის მაგრამ აი მიზანი იტოქში რა გინდა რომ მოხდეს მსახიობი გამოხვიდე ძალიან მინდა რომ მსახიობი გამოვიდე დიახ აი ბავშვებიდან მქონდა სურვილი და აქამდე ძალიან მინდა და დიდი იმედი მაქვს რომ მივაღწევა ინსტა კინო თუ თეატრი უფრო კინო და სერიალები მომწონს აი თუ სერიალში გადავიდეთ ეგეთ რაღაცა შეგვიძლია ასაგებია ნინო ჭელიძე კომპი ჩემოდივარ თქვენს კითხულობთ ასწრებს ხო ეხლა მითხედმით ხო ვაი მე უნდა დავადასტურა ერთი წამი ედმით აჰა დიდება კარგით, ეხლა მითხარით თქვენ, ხო, გავაგრძელოთ, ელენე. შენ მე ცოტა ფსიქოლოგიც ვარ, იმიტომ რომ მსახიობის პროფესია ფსიქოლოგობასთან კავშირშია და მე ამას ყველაფერს გამგიმარტავს, მაგრამ ძალიან დისციპლინირებული და მობილიზებული ხარ, როგორც მივეცოდი. კიკის ხარ, ასაკის ხარ, სათხარ, მარი გამარჯობა. კი ბატონო, გამარჯობა კიდევ ერთხელ ყველას, ჩემი სახელია ელენე, საბუთებში მაგრამ ეს ელენა მქვია. 29 წლის ვარ, თბილისში ვცხოვრობ ახლა, თუმცა წარმოშობით თელავიდან ვარ. პროფესიით ვარ ციფრული მარკეტინგის მენეჯერი. და რაღაცნაირად ესეც შეიძლება მიზეზი, შეიძლება არა ხო მიზეზია რატომაც ვარ ესე დისციპლინირებული და ნუ ზოგადად ცხოვრება ერთ-ერთი ჩემი მხარე იყო ეს. რაც შეეხება მსახიობობას, სიმართლე რომ თქვა და გულწრფელად რომ თქვა, აი ბავშვობიდან მინდა, თუმცა ვერასდროს ვერ გავბედეს ან ხმამაღლა მე თქვა, საერთოდ გამეშღერებინა ვინმესთან, იმიტომ რომ რატომაც ვთვლიდი რომ როგორც ან იქვამნე როგორი იყო თქვა ბიჭი მსახიობობის ვთვლიდი რომ არ მქონდა, იმიტომ რომ ყოველთვის ეს უფრო მორცხვი ბავშვი ვიყავი გარეთ, უფრო თვითგამოხატვა მიჭირდა და ვთვლიდი რომ არ მქონდა ამის გამო ნიჭიერი. რაც შეეხება იმას, რომ ხა სიტყვაზე ეხლა რომ გავხდე მსახიობი, მაგასაც ვერ ვხედავ ხა ხმამაღლა ვთქვა, თუმცა რატომაც არა, ხო, ოცნება შეგვიძლია ამაზე. მაგრამ ნუ თუ ეგ არ იქნება, არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ვთვლი, რომ თუ ნებისმიერ პროფესიაში საჭიროა ეს თამამი გამოხატვა, თუნდაც ურთიერთობებში, იმისთვის რომ დაიმკვიდრო ადგილი, დაიკავო სივრცე სადაც ხარ და ვთვლი, რომ აი ეს რაღაც შინაგანი ენერგია, ძალა მაქვს, რომელთაც ჭირდება გარეთ გამოტანა. და იმ რაღაცა შაბლონებიდან გამოსვლა, რითიც ნუ გავგზავნე და ვფიქრობ, რომ ხო ახსნის მეთოდის მკაცრად ვარ გაზრდილი საკმაოდ ოჯახში და ამანაც იმოქმედა ჩემზე, რომ უფრო ასე დავიმალე, ასე ვთქვათ. ამიტომ თვითონ ეს კინემატოგრაფია ძალიან მიყვარს, თეატრიც მიყვარს, მაგრამ კინო ძალიან მიყვარს, ყოველთვის ვაფასებ ხოლმე, როდესაც ვუყურებ თუნდაც ზოგ ფილმებს, ახალ ფილმებს, სამსახიობო ხელოვნებასაც ძალიან ვაკვირდები, იმიტომ რომ აქმა მაქვს, როგორია ის შეგრძნების დონეზე ვგრძნობ, კარგი აქტინგი რა არის და ცუდი აქტინგი და გარდა ამისა, ასევე მინდა რომ ნუ თავისთავად ნაცელია ხო, კარგი მსახიობური მონაცემის რომ გამოთქმის უნარი გამოხატვას მეტყველება ძალიან კარგი რომ კონდეს ადამიანს, რაც ისე განმავლობები ყველა მიმართულებით აუცილებელია და მნიშვნელოვანია ყველა პროფესიაში და ვფიქრობ, რომ აი ამას მივიღებ ამ პროფესიისგან და ეს არის ჩემს აკითხულის შინაარსის გამოტანაც დეფიციტია უკვე, რასაც ვიყვებით სოციალურ ქსელებში არ აქვს თუ გამოხატვის და არადა აჩქარებულია სამყარო და პატარა მესიჯები შეგვიძლია გამოხატოთ ჩვენი დამოკიდებულება აღარ არის საჭირო, აი შოპენგაუერი რო წერდა 12 გვერდი რაღაცას და უნდა აზრი მოიტანა, ეხლა შეიძლება პატარა სმაილით იგივე აზრი მოიტანო, ან მოკლე წინადადებით, ანუ ძალიან კარგი როცა შეგიძლია მესიჯი გადმოსცემ, თავარი მესიჯი და ჩვენი სავარჯიშოებიც აქეთ წავა, რომ მოკლე დროში თავარი დედა აზრი შეგეძლოს გამოხატო.
როგორც მოქმედებით, ისე თეორიულად. მადლობა ელენა. ნინო, ცოტა რომ სხვანაირად დაიჭიროთ, ხო, რომ ვისაც ჭერს უფრო ხედავ. აბა, ნინო, გისმენთ თქვენ, გაგვეცანით? მოგესალმებით, მე ვარ მასწავლებელი, მაგრამ მე 46 წლის და გაგიკვირდებათ, რომ დავინტერესდი ამ სახეობის ხელოვნებას. გამოგვიდება 70 წლის ფსიქოლოგი და იურისტები მყავდა მოწაფეები. ასეთ მიყვარს თეატრი და აი სავარჯიშოები, რასაც თქვენ გასწავლებენ თუნდაც თეატრალურ ინსტიტუტში მნიშვნელოვანია ჩემთვისაც და გამოვიყენებ სკოლაშიც და თუნდაც ჩემ განვითარებისთვის არ მაწყენდა და კიდევ თეატრთან დაკავშირებით მე 90-იან წლებში ვსწავლობდი სკოლაში და ერთადერთი რაც იყო მარჯანიშვილის თეატრში დავდიოდით და რუსთაველის თეატრში ის პერიოდი რომ არ ყოფილიყო ვამბობდი რომ რა მეშველებოდა და სინთეზური ხელოვნება თავისთავად ცხადია და აქედან გამომდინარე გიტოვებს ფიქრის საშუალებას და მომყვება დღესაც კი დავდივარ თეატრში იმ ინტენსივობით არა როგორც ადრე მაგრამ დამჭა ბავშვობასთან დაკავშირებით და თუ სკოლაში რაღაცას აკეთებდით თუნდაც ქართულის მასწავლებელი ხარ არაპროფესიონალურად თუ გავდით ლექსებს კითხულობდით მაინც სიამოვნებას ვიღებდი და ის განცდა დღემდე მომყვება ამის თქვა მინდოდა და ბევრ ამის ვისწავლით ქონდა კიდევ საჯარო გამოსვლასთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა რომ გახსნილი ვარ თუნდაც გაკვეთილებზე და ბავშვებთანაც უშუალო დამოკიდებულება მაქვს აი კამერასთან მუშაობის შიში და თუნდაც აი ახლა საჯარო გამოსვლასთან დაკავშირებით კი არ ვფიქრობ ბევრს მაინც მომყვება ეს მღელვარება და ესეც ალბათ გარკვეული კომპლექსი არის წარსულიდან ნინო, რისი პედაგოგი ხარ შეგიძლია? ქართულის დაწყებითები თუ უფროსი? უფროსი აბიტურიენტებთან მუშაობ და შედეგიც მაქვს კარგი არ დავიწყებ თავის ქებას მაგრამ მიუხედავად ამისა საჯარო გამოსვლის მაინც მაქვს შიში გასაგებია ყველაფერი. ნინო, ერთადერთი საჯარო გამოსვლებზე პირველი გაკვეთილი თუ თქვენ ეკრანთან ხართ, არ ამოძრავთ ეკრანი, იმიტომ რომ დახტება ყველას თვალები მიუძლებთ იქით ჩვენთვის. გაიჩენ, ანუ რამე ფიცარი აიღეთ და იმაზე დადეთ ის რაც გიჭირავთ. ან არის კარგია ეს ვერ მოვემზადე, იმიტომ რომ რაც დაკავებული ვიყავი და შემდეგ ის მადლობა. დიდი მადლობა თქვენი მონაცვლობისთვის. არჩიეთ ადგილი, სანამ შორენა მოგვიყვება. კარგით, დრამა ყარზე დადეთ. შორენა გამარჯობა, თქვენ შორს ხართ, არ ხართ თბილისში და გერმანიაში უნიდან გესაუბრებით, თუნდაც ახლოს პატარა ქალაქი. საფრანგეთში და ახლა გერმანიაში. საფრანგეთის საზღვარზე ვიყავი ისევ გერმანიაში. მე ვარ 59 წლის, ამ თვის ბოლოს 50-ის ვხდები. ძალიან დიდი ხანი მქონდა გადაწყვეტილი, რომ რაღაცა უნდა შემეცვალო. პროფესიით ვარ კლინიკური ფსიქოლოგი, პრაქტიკოსი. არ მწერალი. ვიბეჭდები წირამდე წიგნიდან გამოცემული მე არ გამომიწეს. ყოველთვის მქონდა აცდენა შინაგან სათქმელსა და მიმიკას შორის. და ყოველთვის მინდოდა ეს ორი რაღაცა დამხდაროდა ერთმანეთს. არა, მიმიკას სწორად ვაკეთებ, მაგრამ პრასტუსური იყო ყოველთვის ეს და ცოტა ჩემი კომპლექსია სექტია მსწავლობად ფიზიკურად დიდი ჩარწონიანი. მე რა ახლა ვუყოთ ამას არის არიცლება საფრთხე და მოსწავლეების არა დიდი უბედური. უბრალოდ ამ ყველაფრის კარგად გადმოტანა შეიძლება სწორად შენი სათქმელი ისე გააკეთო შენი პიროვნება და შენი აი საუბრობდა ხარ ჩვეულებრივი გოგონა ელენა რომ შინაგანი ენერგიის გადმოტანა კი შინაგანი ენერგიის გადმოტანა არის მნიშვნელოვანი ის რაც შენ გაქვს და ეს მღელვარება რაც არის და ეს რაც
ქმიშენ თუ ყველმოსულია სამყაროდან და გადმოიტანო სწორად. ჩაგიკითხები თუ კაცრავად ამიზუსტეთ ვერ მივხვდი ემოცია და მიმიკა არ ემთხვევა ერთმანეთს იმ შემთხვევაში მარტო დათურმა კეთყვით ანუ ნახეთ როგორ რაღაცა მე მგონია ეს ყოველ შემთხვევაში მაგალითად როდესაც მხოლოდ მიმიკაზეა საქმე სწორად გამოვხატავთ ეხლა როგორც ფსიქოლოგი ვიცი რომ მიმიკა და რა მაგრამ როდესაც არაფერი არ კონტროლდება და ვარ როგორც ხელოვანი ჩართული რაღაცის ცხოვრებაში და ადამიანთან კომუნიკაციისას ის ყველაზე ასე მგონია რომ ის ყველაზე სერიოზული და მაგარი საქმე კი I met never. Shorena. Რაღაცა ინტერესოს ამბობდა. Shorena, გასწორეთ თქვენი ისე მიწერე ხა იმაზე რა ქვია. WhatsApp-ზე ვინმე მიწერეთ რა დრო არ დავხარჯავთ. მონიშნა შორენა და უთხარეთ რომ დაიკარგა. მარია მიზა მაგას გახო კიდე. კარგი. მე გააგზავნებ შორენა. მარია ისმენთ თქვენ მოგესალმებით კიდევ ერთხელ ერთ-ერთი თემია შორენა ხო დაიკარგეთ და ის რა ქვია გამჩერდით იქ რომ სერიოზული როა რაღაცა ურთიერთობა მაშინ არ ეთქვა არის მის თქვენი ხმა ой ეხა ის ხო გამომაგდო სისტემამ და მოკლედ ბავშვობიდან მიწესდა დრამატული სიუჟეტები და ეს სცენა თეატრი ფილმის რა თქმა უნდა და ყველაფერი მაგრამ სახელობაზე არის სამიოცნებია მაგრამ შარშან ბათუმელი ვარ ბათუმში გაიზარდა მოყვარულ თეატრის მსახიობთა ქალმსახიობთა პატარა დასი გამახსენდება გვარი რეჟისორის და კეთვით ეხლა მირაბ ამახსენდება როგორ და კეთვით და სიამოვნებით ავედი დავუმალე ყველას აბსოლუტურად რომ მივდიოდი ისე და მოკლედ გავიცადი არაჩვეულებრივი რეჟისორი ბატონი მერაბი გვარი გამახსენდება არაჩვეულებრივი ხუთი ბათუმელი ქალბატონი და დავიწყეთ შადი შამანას სცენარის დადგმა მაგრამ სამწუხაროდ ისე მომიწია რომ რაღაცა დაფინანსება ვეღარ მოიპოვა ამ კოლექტივ პატარაებმა სამოყვარულო და ვერ გამიშალე დავიწყეთ ერთი სცენა გავაკეთეთ და ეს იყო საოცრება ძალიან მაგარი იყო ხო და ისა რა ქვია მე წავედი მე აქეთ აქ აბსოლუტურად ჩამოშორებული ვარ ჩემს პროფესიას სული ბებოს გასაგებია ხო ესე იგი ეთილი იყო თქვენი ფერკი ჩვენში ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ადამიანი ხართ და მედია რომ ეს კურსი მოგცემთ იმას რაც თქვენ გჭირდება აუცილებლად მოგცემს აუცილებლად იმიტომ რომ ჯერ-ჯერობით მსახიობზე თქვენზე შეყვარებული როგორც თქვენსი ვიყო ხო და მოკლედ ვიცი რომ ჩემი ცხოვრების ეს მომენტი აი ძალიან გამაბედნიერებს მეც და ყველას გამაბედნიერებს ეს შეხვედრა მარია ხაკაძე ისმენთ მოგესალმებით კიდევ ერთხელ მე მარია ვარ 38 წლის პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამ შესაძლებლობისთვის იმიტომ რომ ჩემთვის ყოველთვის რაღაც სიახლის შესწავლა არის ყოველთვის საინტერესო და ვეცებ ხოლმე რა შეიძლება იყოს ჩემს ინტერესების სფეროში და უფრო ახლოს ჩემთან რომ გითხრათ სიმართლე მსახიობობის ინტერესი როდეს მქონდა თქო არ მქონდა თუმცა მიყვარს და მქონდა თუნდაც თეატრი თუნდაც კინო და ასე შემდეგ მოკლედ ველოდები რომ რაღაც ისეთ მნიშვნელოვანს ვისწავლი მეგობრებს შევიწერე რა თქმა უნდა და რა ვიცი მეტი რა ვთქვა მარია და თქვენ თვითონ რა პროფესიის ხართ მე დიზაინერი გახლავართ 2018 წლიდან ვქვნი ქართულ პროდუქციას მიწევს ფართო აუდიტორიასთან კომუნიკაცია თუნდაც ვიდეო მიმართვების სახით ასევე ყოველდღიურ რეჟიმში და ეს არის ჩემი ყოველდღიურობა
კარგი, თქვით თვითონ პროდუქტს თუ არეკლამებთ და აბიარებთ? არა, ვქმნი და შემდეგ ვარეკლამებ ჩემი პროდუქტს. რა პროდუქტია, როგორია? თავის ექსესუარები. ვა, რა საინტერესო. ხელოვანი ხართ ესე ვთქვათ. მარია, მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში რომ ძალიან კარგი მეტყველება გაქვთ და ხმა გაქვთ სასიამოვნო. აი რაღაცნაირად მოდის ხმა აქედან გამომდინარე აი ჩემი ყური აფასებს მე კასტინგ სააგენტო მაქვს 2005 წლიდან რომ არავის არ უნდა საერთოდ ბაზა ამას მე მოგიყვებით და თვალი და ყური აფიქსირებს ეგრევე ყველაფერს და აქედან გამომდინარე კომპლიმენტი იგითხარით. ნინო, ისმეთ თქვენ. მოგესალმებით, ნინო ჭელიძე, თითქმის უკვე 51 წლის თბილისში დავიბადე, თბილისში ვცხოვრობ. ძალიან დიდ ხანს 15 წელი მედიაში ვიმუშავე, ონლაინ სააგენტოებში და მერე პალიტრანიოში და მე ძალიან სტრესული იყო და მინდოდა რაღაც ისეთი გამოკეთებინა, რომ ჩემი 40 წლის და შემდგომი ცხოვრება უფრო საინტერესო ყოფილიყო და ნაკლები სტრესი ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. და დავიწყე კეთება და ძალიან მოყვარდა ეს ფოტოგრაფია. ბაბუაჩები თვითონ მეორე მსოფლიო ომამდე მსახიობი იყო, მეორე ომში წავიდა და იქ ყურის პრობლემა შეექმნა და ვეღარ გაგრძელე კარიერა და ბაბუაჩები ქონდა როლები, აი დარიკოში მაგალითად ეგზეკუცია მოდის რო ყვირის იქ რაღაცა ეგეთი თეატრში იყო, ბაჯაშვილის თეატრში აფიშები მახსოვს, ხანუმა საფიშა მახსოვს, ოღონდ არ ვიცი რა იყო. სერგო ქაჯაია. და ქონდა კიდე ერეკლ მეორე საფიშა მახსოვს და იქ იყო ერეკლ შულს თამაშობდა იქ მახსოვს, მეტი არ მახსოვს ხარ. და აი თეატრში და იქ ოპერაში დავყავდი, მაგრამ მე რატომაც ოპერისგან შემოვჭი და არ მოგწონს ოპერის ყველა სეზონზე მოკლედ ჩემი ადგილი მაქვს. რა კარგია. და ხო, მოკლედ ფოტოგრაფიაში რომ წავედი, მე შაშა გადავწყვიტე, რომ არ ფოტოგრაფიის კუთხით ავსულიყავი და ამიტომ მივხვდი, რომ იქ ხასიათი შექმნა, იქ რაღაცების აწყობა და ძალიან დამჭირდა, მე თვითონ რაღაცები გამერკვია, როგორ ოპერაში ციდიაში მაგით უნდა დავდირო, განათებებს უყურებ, რაღაცებს, კოსტიუმებს უყურებ, რაღაც ვათვალიერებ და ამ კუთხითაც ჩემთვის საინტერესო არის, რომ მინდა რომ ისევ რაღაც იქ მოდელთან ერთად რაღაცა ხასიათები რაღაც ცნობები ქონდა, რაღაცები გადავეცი და მინდა რომ კიდევ უკეთესი რომ გამომივიდეს. არ ვიცი დიაში დავბრუნდები თუ არა როდისმე, მაგრამ თუ დავბრუნდი, მგონია რომ იქაც გამომადგება ძალიან. პირველ რიგში გეტყვით, რომ სინათლესთან მიმართებაში ყველაზე არასწორად ვიყავთ. ყველა კარგად ჩანს და თქვენ კონტრასტში ხართ, ანუ გითხავთ შუქი უკნიდან. და ფოტოსთანაც ყოველთვის ეცადეთ, რომ იყოთ შუქი თქვენსკენ. აი მე ხა ნახევრად ჩემსკენ მაქვს. აი ესე რომ მივტრიალდე, ბევრად აი განათებაში ვხდები. და ბევრად მომგებიანში, იმიტომ რომ შუქჩtildeები ფოტოგრაფიაში არის ერთ მხრივ ხელოვნება, მეორე მხრივ რისკი ძალიან დიდი. შუქმა შეიძლება დაგუყოს ან აგაშენოს. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ეცადეთ, რომ შუქი გიყვარდეთ თქვენ და ჩანდეთ რაც ხართ. ეხლა მე მინდა გკითხოთ თეატრში გავიგე ოპერა, გავიგე ის, მაგრამ თეატრში ბოლოს ვინ რა ნახეთ? მე ვნახე ვეფხვის ყავასანზე ვიყავი და კვირას მივდივარ თავისუფალში. არ გავარჩიო. ჩემი ხედა თუ მკითხავთ შემდეგ კარგი, მე მერესე მოვინახო, თავიდან ვერ ვარ დავცხოთ ყველა ერთმანეთს, იმიტომ რომ ისეთი ისტერიკაა და ვეფხვის ყავასანზე მე ისტერიკო და ისტერიკო. უფლებას მიცემ ჩემთვის, არც ვერც მივხვდი რასო გადაირინა და ვერც მივხვდი რატომ მეორე ნაწილი გადაირინა, იმიტომ რომ არც ისეთია რომ გადაგაგიდე და არც ისეთია რომ გახსოვთ. მომცემთ მე შემდეგ უფლებას. მე. კარგი. ესე იგი, ძალიან საინტერესოა, მე მინდა რომ აგიხსნათ ახლა და გითხრათ
მსახიობი საერთოდ რა არის? მსახიობი არის პრაქტიკულად დღევანდელ დღეს არის ცოტა სუპერმენი. იმიტომ რომ მსახიობი პირველ რიგში გეტყვით არის დამოკიდებული პროფესია. იმიტომ რომ არ ხარ შენ თავზე დამოკიდებული. შეგიძლია წიგნი წერო, ნახატი ხატო, კომპოზიტორი იყო, შექმნა და ინდივიდუალური პიროვნება ხარ. ეს არის კოლექტიური ხელოვნება და ამიტომ კურსები ყოველთვის ჯგუფური უნდა იყოს, იმიტომ რომ არის ურთიერთობა ადამიანების. ურთიერთობა ყველაზე საინტერესოა ადამიანში და ადამიანებში საერთოდ. ეგ ძალიან მაღალი ხელოვნებაა, მე რომ ვკითხო, ურთიერთობა თვითონ და მსახიობი უნდა იყოს ნაწილობრივ ფსიქოლოგი, იმიტომ რომ სხვის ტყავში შეძვრე, სხვისი როლი გახსნა, გაიგო მოტივაცია, რატომ აკეთებს ეს და თუ ის პერსონაჟი რაღაცა მოქმედებას და რატომ ესე და არა სხვანაირად. ამავე დროს ხარ დამოკიდებული რეჟისორზე, საერთოდ თუ დაგაკავებენ. დამოკიდებული ხარ პარტნიორებზე. კარგი პარტნიორი თუ გეყოლება, შეიძლება ყველაფერი უფრო ადვილად გამოვიდეს, ცუდი პარტნიორი თუ გყავს, ბრძოლა გიწევს ძალიან დიდი კედელთან და ხრიკები რაღაც რო აი ცუდი პარტნიორი არის პინგ-პონგში რო ცუდი პარტნიორი გყავს, შენ რო თქვა კარგი ხარ და ესვრე ბურთს და ან სულ გძირავს, ან საერთოდ ვერ იღებს და ეწყდება თამაში. მერე თავიდან უნდა აკრიფო ენერგია და ასეში ბამბიქტონში აი სპორტული ის რომ მოვიყვანო რა. ცუდი პარტნიორობა და თქვენც უნდა ისწავლოთ კარგი პარტნიორობა და ეს ცხოვრებაშიც გამოგადგებათ, იმიტომ რომ ტოპკას რო აგიგდებათ, უნდა დაარტყაით ტოპკას და ენერგეტიკა უნდა იგრძნო რა ძალით არის აგდებული. გესმით რაღაც წირიბად ვაპარაკობ სხვა ენაზე. გამოხატეთ ხოლმე ემოციები, რომ გამიგო რაღაცა გესმით თუ არ გესმით. თეატრის მსახიობობა ამავე დროს არის ლაივი. და ერთი შეცდომაც კი ბევრი ხალხი გიყურებს და ლაივში მოდის მოხდება და ერთი იავლისშიც უკვე შენი გამოჩენილია. აქედან გამომდინარე ვერაფერს ვერ ვცვლი. კინოში შეიძლება ახალი დუბლიკატა იყო, თეატრში ვერ. ესეც ძნელია. მე კიდევ სირთულეს გეტყვით რას. ეს იგივე ვრცელდება კინოზე. აი ავად ხარ. ცუდად ხარ რა, ვირუსი გაქვს, წვერიდან მოგდის, სიცხე გაქვს 40-ში. რა შვები? მიდიხარ და თამაში. აი არ არსებობს თეატრში დაღალატება, იმიტომ რომ შენი კოლეგები არიან შენზე დამოკიდებული, გაყიდულია ბილეთები და უბრალოდ არა გაქვს უფლება, რომ იყოთ ცუდად. გაიჭირები წამლებით, მიიღებ ადამიანის სახეს, მიდიხარ და დგები სცენაზე მაყურებლის წინ. აი, თქვენ ზოგი ამბობდით, რომ საჯარო გამოსვლაში ან ურთიერთობაში რაღაცაო მაფერხებსო და შიგნით მაქო და გარეთ მინდა გამოვიტანო. წარმოიდგინეთ, რომ ისედაც 100, 150, 200, 300, არ ვიცი რამდენი ადამიანი გიყურებს და როცა შეხარ ვირუსი გაქვს უბრალოდ რა. და თუნდაც ხარ ფული გაგაჭედილი მოგდის და ასე შემდეგ. მაინც მიდიხარ და თამაში. თუ ყვდები, არ მიდიხარ. ფეხი თუ მოიტეხე, შეიძლება მოიხსნა სპექტაკლი, მაგრამ ეს ბილეთები როცა გაყვიდა, დააშავა მაყურებელმა. ან შენმა კოლეგებმა, ვინც ჯანმრთელები არიან და უყვართ ეს საქმე და იღებენ მონაწილეობას. ამიტომ პრაქტიკულად სუპერმენობაში გულისხმობ იმას, რომ რაღაცა ჯადო მოქმედებს ხოლმე, რო იცი რომ სპექტაკლი გაქვს, მობილიზდები და არ ხდები ავად. ან თუ ხდები, ეგრევე ირჩენ. ტეტესეპტის ჩაისვავ, არ ვიცი, რაღაცა სვავ და აკეთებ. მე ყვები. სპექტაკლის მე ყვები. მაგრამ იმ მომენტში ხარ. იგივე არის კინოზე. შემიძლია გითხრათ, ეს ახლოს არის ერთმანეთთან. მე მქონია შემთხვევა, როცა სარდაფი, თეატრალური სარდაფი თუ გაგიგიათ, ეს იყო სულ ახალი თეატრი, აბსოლუტურად. ალკე ჩვენ დავაფუძნეთ ჩვენმა ჯგუფთან და ჩვენ თამაშობთ იქ სპექტაკლს ამ დროშია ნოკვირას და ზუკა პაპუაშვილი თუ იცით, მსახიობი მოკლედ
დაეცა ცუდად რა. მაყურებელმა ბეც გაიგო, რომ ეს დაეცა, ეგონა რომ ესე უნდა იმ სცენაში, მაგრამ ხელი მოიტეხა. სპექტაკლის დროს და ეს ხელმოწერილმა ჩაამთავრა სპექტაკლი. თქვენ აზე ხართ რადგივილი. დავიქნიეთ თავი მაინც კაცო. აი უნდა გასწავლოთ ემოციის გამოხატვა. ეხლა ვარჯიში ყვა კაფაზე. მეორე რომ მე ბეიბია რომელმაც გამზარდა და ყველაზე უფრო მიყვარდა გარდამეცვალა და სახლში მეწვა კუბოში და მე თამაშობდი სპექტაკლში იმ დღეებში. ესე დაემთხვა 3 საათნახევრიან სპექტაკლს თამაშობდი ყოველდღე. რა მექნა? მივდიოდი მე სახლში და ის რას გეუბნებით, არისებობს ცალკე ფოლდერები. აი ბეიბის ფაქტორის ფოლდერი ჩავკეცე, წავედი ჩემი საქმე ვქენი, მოვედი, გავხსენი ისევის ფოლდერი და იქ შევედი. ხვდებით რას ვამბობ? მარია, როგორ ახარ? ხაგაძე. კარგად, მე მახსენდება ჩემი თავი რაღაც გაზრდილი პასუხისმგებლობის გრძნობას ვეძახი ხოლმე ამას, აი რაღაცა დაპირება მაქვს ხოლმე, თუნდაც ჩემი მომხმარებლების მიმართ და არ არსებობს საათი, დრო, მდგომარეობა, ის უნდა შესრულდეს. გამორიცხულია. კი, გამორიცხულია, იმიტომ რომ სხვაგვარად მოკვდები შინაგანად. დანაშაულის გრძნობას მირჩევნია, თუნდაც რამე გავათენ თუნდაც ჩაიდავდე, თუნდაც სიცხე მქონდეს და ტანში მომტროდეს, მაინც გავაკეთო ისაც ჩემი ასაკეთება. ანუ გესმის ზუსტად რას ვამბობ, გამოხატე ხოლმე ცოტა რომ გესმის, ან თავიდან. ესე და კიდევ მაგრამ ტექსტი დაგავიწყდაზე აღარ ლაპარაკობ რა, ტექსტი მსახიობი ვარ და გაჯენილი მაქვს და რეპეტიციების განმავლობაში იმახსოვრ, ესე რომ დამიგო ტექსტი ძალიან ძნელი სასწავლებლია რა. აი პირდაპირ არასდროს არ სწავლობ. რეპეტიციაში პარტნიორთან ერთად გიჯდება მერე თავში, გიჯდება მერე აანალიზებ ამ ტექსტს, რატო ამბობ ამ ყველაფერს და ეს თავისთავად ბუნებრივად უკვე პრემიერამდე მიდიხარ რა. და პრემიერა როცა არის, კოლექტივი არის ერთის მხრივ ძალიან კარგი, იმიტომ რომ საოცრად გრძნობა ხდება ემსახურება ერთ საქმეს. ერთი მიზანი გაქვს, ერთი გოალი არსებობს და ამიტომ ყველა ერთმანეთს ეხმარება. კულისებში იქ ჩამცმელები გარდერობიდან ისინი ვისაც რა ეხება ან არ ეხება დაგსდევენ რამე თუ ხილი ხო არ აქვს და ფეხსაცმელი როგორ აქვს, მსახიობები ერთმანეთს ეფერებიან. თქვენ აი ბევრი მითი არსებობს მსახიობები როგორ იქცევიან რა. და ერთმანეთს ვიღაცა რაღაცა ნაწარმოებიც არის და ის რომ ვიღაცამ რაღაცა დაუმალა რომ იმას შანსი არ არის მაგის. რეალობას გეუბნებით რომ ეს არის აი ფეხბურთის გუნდი, თან გავიმარჯვებ, თან ერთად დავიღუპებით. არ არსებობს როლი რომ ჩემი ძალიან კაია და ფეხებზე მკიდია სხვები. იმიტომ რომ კარგი რომ იყო ბანს სპექტაკლში ან ცუდ სპექტაკლში შენთვის ეს არაფერს არ გაძლევს. კარგ სპექტაკლში რო ცუდი იყო, უფრო ჯობია ვიდრე ცუდ სპექტაკლში კარგი იყო, იმიტომ რომ შეიჭმება რაღაცნაირად. მოკლედ არსებობს ძალიან ბევრი ნიუანსი. ეს თეატრზე გიყვარდით, მაგრამ თეატრის ცოცხალი ლაივი და ურთიერთობა არის იმხელა პლუსი, იმიტომ რომ აი აკლონზე და მაყურებლისგან გინდათ შუა სპექტაკლში სიცილით გამოხატული ემოცია იმდენად მოდის და იმდენად გავსებს და იმდენად ხტები უცებ კაიფს იჭერა ამისგან და იმდენად სავსე ხტები რომ გგონია რომ თებს გადაგო რეალობას ცოტა ცდები იქ ცხოვრობ იმ მომენტში და თან ცოტა აანალიზებ გარედანაც უყურებ შენ თავს. ანუ ორ ადგილას ხარ ერთდროულად. შენ ხარ სცენაზე და შენ ხარ გარედან მაყურებელი როგორ გხედავს. ეს მსახიობის აუცილებელი უნარია და სხვათა შორის მე ვურჩევდი ყველა ინდივიდს და ქალებს განსაკუთრებით ყოველთვის ეს თვისება ამ თვისებაზე დაფიქრდეთ. თქვენი ემოცია ერთია და გარედან აი ოთახის სხვა კუთხეში რომ ვიღაც წარმოიდგინე რომ იქიდან უყურებ შენ თავს.
რომელიც ეხლა მოქმედებს. როგორ ჩახარ? გიფიქრიათ ამაზე. როგორ გამოხატავ? კინო არის აბსოლუტურად სხვა რამე. აი თეატრი უფრო გიყვარს თუ კინო მსახიობისთვის არის ძალიან სასაცილო შეკითხვა. ნუ დედა უფრო გიყვარს თუ მამა გავს რაღაცით, იმიტომ რომ კინო სხვა პროფესია. კი, ეს უნარები, ეს 4 წლიანი სწავლება გამზადებს, მაგრამ თეატრალურში კინოს არ გადიხარ. გადიხარ კინოს პრაქტიკულად პრაქტიკაზე, იმიტომ რომ იქ კინოს არავინ არ გასწავლის, კი ქვია დრამისა და კინოს ფაკულტეტი, მაგრამ სანამ არ მოხდები გადასახად მოედანზე, ვერ ხვდები რა არის კინოს გულისხმობ, თუ შეიძლება რეკლამაში გადაგიყონ ან რაღაცაში. ეს არის ტექნიკა. თეატრი არის ცოცხალი, კინო არის ცივი, გაცილებით ცივი, იმიტომ რომ ლინზა, რომელიც შენ გიყურებს, აი ამ ლინზის გავლით ხდება ურთიერთობა და იქ ადამიანები კი არ არიან, ვის ემოციასაც შენ ხედავ. იქ არის ოპერატორი, რომელიც ლინზის უკან დგას და რეჟისორი და სრული სიჩუმე. და თეატრში მოქმედება იწყება დასაწყისიდან ექსპოზიცია, რაღაცა შინაარს მიყვები, პარტნიორები ყავს, ურთიერთობა განიცდი, გიხარია და ასე შემდეგ და მიდის ფინალისკენ მერე და კოლექტივი ემსახურება. კინოს იღებენ ხან დასაწყისიდან, ხან ბოლოდან, ხან შუიდან და უცებ შეიძლება, აი თეატრში თუ რაღაცა დრამატული სცენა გაგდა, უნდა ემოციები დახარჯო, შენ მისული მოქმედებით მისული ხარ ამ ემოციამდე. გესმით? და კინოში შეიძლება უცებ მიდიხარ გადასახად მოედანზე და გაქვს ახლა კონფლიქტური სცენა სათამაშო. აი ნოლიდან უნდა აიკრიფო და იჩხუბო. ან ნოლიდან უნდა იტირო, რა ვარია ხალხო. და გარემო არ გიწყობს ხელს. გარემო არ გიწყობს ხელს, იმიტომ რომ კინოში თამაში მე ამას მივხვდი, როცა ბატონი რეზო ესაძე მივედა მესამე კურსზე. მე არა ვიტყვები პირველი კურსიდან დაიწყო გადაღება. მე მაშინ გათხოვილი არ ვიყავი. მე გათხოვდი. მე ბავშვი გავაჩინე და ჯერაც მაკინოს იღებდა. და მოკლედ უკვე ბავშვობა და 2 წლის რომ მორჩა გადაღებას, მაგრამ პირველ გადაღებაზე მე მივხვდი, რომ კინო არის მოთმინება. კინო არ არის შემოქმედებითი წვა, რაღაც ძალიან პატარა მონაკვეთია ეს და დანარჩენი არის მოთმინება. მერე დავიწყე თარება, მაშინ ქსოვდი და საქსოვი მიმქონდა თან, ან წიგნი მიმქონდა თან და ნერვები რო არ დამთხროდა, რომ ამდენი ხანი ზივარ და არაფერს არ ვაკეთებ და ვიღაცა გამნათებლები დიდი ხანი აყენებენ განათებას ისე რომ წამზადაც რომ მიხვიდე გადაღებაზე გადაგივა ყველაფერი და დაგამწდება რისთვის ახლა მისული და ეხლა უკვე ეს ძალიან ადვილია ჩემთვის და ვიცი რომ აი საცობში როგორც გეხარ ესეთ ხარ კინოში რა და ელოდები სანამ ტექნიკა აი მართება სანამ შუქი დაყენდება სანამ ოპერატორი თქვის რომ კარგია კადრი სანამ რეჟისორი და მერე ყველას მოშივდება მერე გვაჭმევენ მერე ისე უნდა აიკრიფო მოკლედ ეს არის ტექნიკა და მე უცებ კადრში შედიხარ და ინთება რაღაცა ინთება ნატურა რომ აგიხსნათ ჩემთვის გადაღება არის კამერას no და კამერაში აი როცა წავიდა სიტყვიან და მატორი ყვადრე რატო ხებით და ინთებით ვერაფრით ვერ გავიგე აგერ მარიამ გახოკიძე ერთადერთი ვინც ის რაღაც და მისმა სად არიან ეს ხალხი ინტერნეტის გამომაგდა ძალიან ბევრი მაპატიებს ამწალებ არა მე მივხვდი კავისაც გულისხმობს ინტერნეტში გაჩნდა რა აქტივთ ტელეფონის ინტერნეტი მეხვდე უი მე 2 საათი რამდენიმე იხადოთ ტელეფონის ინტერნეტში წარმოიდგინე Wi-Fi არა გაქვს არა შევავსებო და იცლებ იცით რა მინდა
ნუ Wi-Fi იქნებ მოახერხოთ, შორენა თქვენ ამბობთ ხო მაგას? იქნება. დანარჩენები ეკა მაგას ვამბობდი წეგან, ანუ იმიტომ ხრებით რაღაც მომენტში სუსტად მოდის, თქვენ გიქრებით უბრალოდ, რომ ჩვენ არ ვთიშობთ არ. მე დავბრუნდები. ჩვენ გისმენთ. უფრო გადატვირთოთ თქვენ თუ ვერ ხედავთ ხოლმე. ხა მე მივხვდი რომ რატომაც ვქრებით ჩვენ ყველა, იმიტომ რომ ხო ვიდეოს აკეთებს რომ მაშინ უნდა გავიდეთ. არ უნდა გასულა. არა, ხო ჩვენი პრობლემა არ იყო ეს წეგან, ანუ ჩვენი ვქრებით რომ იმის ინტერნეტი ვეღარ ქაჩავს და ეხლა შორნას შემთხვევაში ხო შორნას აგავდეთ. ჩვენ ხო ხედავთ ერთმანეთს ყველა. მე ვიქრებით ხოლმე. ხო, მაგას ვულის. მოკლედ, ეხლა მე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ. ხო, კინო არის საკმაოდ ცივი და უნდა იყოს მაგის და თქვენ თეატრის სახეობები ვერ გახდებით. თეატრალური ოპერატული ის რომ დამთავრდა. რაკეტას მასში იჭრება თქვენ არა ნინა იჭრება თქვენ საშთა ვეღარ ისმის კარგად აი ნინა სად არის ნინა შორენი გამოგაკეთე ნინო ხო რომელიღაცა ნინო გამქრალია მოკლედ ეს მინდა გითხრათ აზრი გამიწდა რომ შეიძლება გახდეთ კინოს სახეობები და მოხდეთ გადასაღებ მოედანზე თეატრში ვერაფრით ვერ მოხდებით არაპროფესიონალები, იმიტომ რომ ამას იმხელა ზაკალკაჭირდება, რომ ესე იგი ეგ ვერ მოხდება. მაგრამ კინოში სრულიად შესაძლებელია არაპროფესიონალი რომ მოხდეს. მე მგონი მოგწერეთ, მაგრამ თუ ყველას არა გეტყვით, რომ პირველი კასტინგ სააგენტო საქართველოში დავაარსე მე, გავაკეთეთ უზარმაზარი სახეობების ბაზა არ არსებობდა, ადრე არსებობდა, იქ ახიკამსაძის გივი ბერიკაშვილის და იმან დროს ბაადურწულაძე თუ იცით სახეობები, რომელიც არ ვიცი, 3 დღე ავსებდა ანკეტას ინტეროლშია ნათამაშები. მაგრამ ის ბაზა, რომელიც გავალდებით იყო, ელექტრონული არ არსებობდა, კინოცენტრში ინახებოდა და დაიჭრა. და საერთოდ მონაცემები ქართულ სახეობებზე არ არსებობდა. ჩვენ რო სარდაფში ვიყავით და სარდაფი დაიხურა და მე მქონდა რეჟიმი 7 დღეში 8 სპექტაკლს თამაშობდი თუმანიშვილის თეატრში და მე სარდაფში მივხვდი ყოფილა ისეთი დღეები რომ ერთი სპექტაკლიდან ადრე გამოქცეულა ჩემი როლი რომ რჩება და მეორეში შევარდნილვა სარდაფში რუსთაველზე ჩქარა მივსულა და უცებეს ყველაფერი გაჩერდა და სრული ვაკუუმი მოხდა ჩემ ცხოვრებაში რა. რაღაცა მიზეზების გამოჭოლას დაუძახეს მარჯანიშვილში და ასე შემდეგ. მე მივხვდი რომ არ შეიძლება ასე არაფერი არ ვაკეთო, იმიტომ რომ ენერგია მაქვს საკმაოდ ბევრი და უნარიც და ჩემ მეგობრებს ვკითხე, გვაქვს თუ არა უნარი რომ გავაკეთოთ ინტერნეტ ბაზა, იმიტომ რომ სახეობები აი ირაკლი ჩოლოყაშვილი ჩემი ჯგუფელი და ასე შემდეგ სულ აღზავნიდით სადღაც ჩვენ ფოტოებს უცხოეთშიც და რუსეთშიც და იმაშიც რომ აი აგერბართ დაგვინახეთ და ადრე რეჟისორები დადიოდნენ სპექტაკლებზე და იქიდან არჩენდნენ სახეობას და 21 საუკუნე იყო უკვე და რაღა დრო ესე იყო არამს არც არის ამდენი დრო ყველაფერი ხდება სწრაფად ამიტომ გადავხედე და გავაკეთე პირველი სააგენტო გადავიღეთ ყველა მსახიობის სტუდენტებიც და უფროსებიც მოვიძიეთ ფოტოები სამენოვანი საიტი გავაკეთეთ JRD ერქვა ამ ჩვენს სააგენტოს ეხლაც ფუნქციონირებს ოღონდ ონლაინით უფრო მაგრამ მაშინ ოფისი ჰქონდა ну მოკლედ არ ვიცი ყველა პირველი ათეულები წამოვიდა ყველა მსახიობი იმიტომ რომ გავაკეთეთ არა მარტო ბაზა და ფოტოები და ანკეტები რა აქვს გაკეთებული სიმაღლე წონა თვალისფერი უნარები რა შეუძლიათ კინოსთვის და ასე შემდეგ არამედ შევიმუშავეთ ამერიკული გილდიდან მე ვიყავი 2008-ში კალიფორნიაში და ჩამოვიტანე გილდის და
მსახიობების ხელშეკრულებები და რუსეთიდან ასთან მე გავაკეთეთ ქართული მიქსი ესე თქვათ, მოვარგეთ ქართულ რეალობას და შევიმუშავეთ ხელშეკრულებები მსახიობების და დამკვეთი უკვე ლაპარაკობდა ჩვენთან, აგენტებთან, მსახიობების და მსახიობი და რეჟისორი ფიქრობდნენ შემოქმედებაზე. და თანხებზე, პირობებზე და ასე შემდეგ ჩვენ ვაკეთებდით. ეს იყო პირველი ხილი, ახალი ხილი იყო. თავიდან ცოტა დავფრთხნენ და მე ყველა სტუდიამ დაგვიდო ხელშეკრულება და ჩვენ ვუძებდით. კასტინგი ცალკე იყო და იურიდიული ეს ცალკე იყო. მოკლედ ეს ყველაფერი მე გამოვლილი მაქვს და ეხლა ბევრი კასტინგ ასისტენტი არსებობს, მაგრამ და მე მიკავშირდებიან და ისე ჩემი ბაზიდან ძალიან ბევრი მსახიობი, ანუ შემზადებული და გამოცდილი ტიპაჟები ხდებიან გადასაღებ მოედანზე. რეკლამებში, ამაში უკვე არასდროს არ წახვიდეთ უფასოდ არანაირ გადაღებაზე, რომ გაინტერესებდეთ და თურქები ახსენე მარიამ და წინააღმდეგი ვარ უფასოდ მსახიობის გამოყენების, გინდაც არ იყოს მსახიობი რაღაცა ელემენტალური რაც გამოყოფილია, მას ოქაზეც კი უნდა გადაგიხადოთ. თუ ეს შედგება, მე დავიწყებთ უკვე სერიოზულად ამ ყველაფერზე. ეხლა მინდა ესეთი რაღაცა ხო და კიდე ერთი მსახიობობას ცოტა გრძელი გამომდის დღეს მე ბევრი ლაპარაკი, რომ ზუსტად მიმართულება სწორად დავსახვა ჩვენი ურთიერთობის. მსახიობი არის პლასტელი. მსახიობი თუ იქნება შემოზღუდული კონკრეტული პიროვნება, რომელიც ასეთია, ვერაფერს რეჟისორი მასთან ვერ იზამს. აი, სტუდენტობაში მახსოვს, რომ ბიჭებს ჰქონდათ აკრძალული წვერის მოშვება. იმიტომ რომ კარგულ იმიჯში გავიდებს უკვე წვერიანი მამაკაცი და შეიძლება ექიმი ესაჭირო, ან კოსმონავტი და არ უხდება იმას წვერი. ანუ ჯობია მერე მიიწევო რაღაცეები, ვიდრე შენ თავიდანვე იყო პლასტელინი უნდა იყო და ეს ისეთი საინტერესო რა მოიცნო, მოირგო, ლავირება შეგეძლოს, მხიარულიც შეგეძლოს იყოს და ბუროტიც, ვეძმაც იყო და ანგელოზიც. ხდებით რას გეუბნებით. აქედან გამომდინარე ეს არის ძალიან საინტერესო ისტორია. სად აღმოჩნდები, რა ეპოქაში და ვინ ხარ? არავინ არ იცი, მე რატო ავირჩიე ეს პროფესია, იმიტომ რომ მე მომწონდა ხატვა, დიზაინერობა და განსაცმლის უფრო და ჟურნალისტობაც მაინტერესებდა, მსახიობობაც და ექიმობაც. ბავშვობიდან სულ ექიმობანას თამაშობდი და დღემდე ვარ ცოტა ექიმი, მაგრამ მივხვდი, რომ ექიმიც, კოსმონავტიც, იურისტიც, დედაც, შვილიც და ჯადოქარიც შემიძლია ვიყო როგორც მსახიობი და ვიცხოვრო რამდენიმე ცხოვრებით, ანუ ჩემ ერთ ცხოვრებაში აქედან გამომდინარე ეს არის ძალიან საინტერესო და ბევრის მომცველი პროფესია. ჩვენ ცოტა მარტივად ვუყურებთ ახლა დაბალი დონის ადამიანები და სადღაცა საერთოდ როთიანში აყვება, არ ვანდაობთ რაღაცას თქვენ ახლა ის რა უნდა მსახიობობას, რა უნდა კი არა კამერას მიუშვერთ არა ისე მართება, გაშეშება ზოგს. არ არის ადვილი ურთიერთობა, ფსიქოლოგია და საჯარო გამოსვლები ძალიან ძნელია. Იცი ხარციათი სჭირდება, რომ არ უყურო მას ხო გამომუშავდება და გამომუშავდება ტექნიკით. ანუ თქვენ თუ არ გეცოდინებათ აი ისა რა ქვია რა წამალი ინიშნება რა დაავადების დროს ექიმა ჩვენზე კარგად იცის, მაგრამ ჩვენ სხვა ასე თუ ისე ცოტა ექიმები ყველანი ვართ უკვე რა რაღაცები ვიცით ხო? აი მე გასწავლით მეთოდებს, რომელიც მიგიყვანს ამა თუ იმ ამოცანის ამოხსნამდე. ესმით, რომელიც ცხოვრებაშიც გაგდება. და კიდე ერთი მსახიობზე მინდა გითხრათ, რომ მსახიობობა და მიხელ თუმანიშვილი ეძახდა ყოველთვის. გულისხმობს ხულიგნობას ცოტა. ანუ ბავშვი შენში ყოველთვის უნდა ამოატიტიო. ბავშვი უნდა იპოვო, რომელიც ღობესაც გადაახტება, რომელიც კრუგოილ ავტასაც ითამაშებს, რომელიც არ არის ხვაწმოსილი, მოპირკეთებული და ჩამოყალიბებული ვაჟნი პიროვნება. გესმით რა გულისხმობ? იმიტომ რომ აი ეს არსებობს ეგეთი შენი თავის დაფასების
მნიშვნელობა ხშირად გიშლის ხელს რეალობას გაუსწორო თავი. Чувство собственной важности აქვთ გამოთქმა რუსებს, რომელიც არის ძალიან სასაცილო გარედან შეხედო. უნდა მისცემ გადავიჩარდნოთ. შენი საკუთარი ღვაწლმოსილების შეგრძნება. გესმის? ეს არის ხანდახან შენთვის დამლოკველი ძალიან და ხანდახან სასაცილო გარედან, იმიტომ რომ რეალურად ვინ ხარ, არა ვინ ხო, რითი ხარ უკეთესი სხვებზე. აქედან გამომდინარე, როცა შენ გაქვს ჰიუმორი, როცა შენ ხარ ბავშვი და ბავშვს აქვს ყველაზე კაი ნაივი. ანუ ჩემი შვილი პატარა რო იყო, ისედაც პატარა მყავს 10 წლის მეორე, მაგრამ როგორ თამაშობს მეხანძრეს. როგორ ჯერ აი მომენტში რომ მეხანძრე, ან მანქანით, ან ექიმი რო არის, სრული სერიოზულობის ჯერაა მისი. აი ჯერ არის მსახიობობა და არა მიმიკები და არა ემოციები. ეხლა გიხსნით ერთ რამეს. აი მინდა გაიგოთ მიპასუხოთ ეგეთი რაღაც. მე ადრე ამოცანა დავსახოთ, მე მინდა ადგე და გავიდე ოთახიდან. აი, გავედი რომ გავიდე ოთახიდან. და კარი არ იღება. არ იღება. მე ვახებ. ჩაგედილი ვარ. დაშვებით, ეხლა შეიძლება ჩემი შვილი მოვარდეს, არ გაგიგებდეთ. არ იღება, ჩავიკეთე ოთახში. რას ვაკეთებ? ანუ პირველი კითხვა მაქვს, გამოცანა რა მაქვს? დამოჯდით? ყველანაირად ვსწავლობ გავიდე ოთახიდან, მე კიდევ უნდა გავაკეთო, მე ჯერა ის უნდა გავაკეთო. მე ამოცანა ოთახიდან გავიდე. ხო, ამოცანა დავსახოთ რა, ამოვიღოთ და ვარ მესია, გავიდე ოთახიდან. ეხლა რა მოქმედება, რას ვაკეთებ ამის? ყოველში კარებს ვაღებ. თუ ვაღებ, აბრახუნებ გუშტებზე და მე სამი კარზე და ორი ხელით ვიყვირებ, ვაბრახუნებ, ანუ მოქმედებ. მე ხوار ბრაზდები და მე ეს რა და მე მართა ხوار ზივარ, მე რომ თუ მინდა რომ ამოცანა შევასრულო, მოქმედებ, ხო? ანუ მე მინდა გავმიჯნო ემოცია მოქმედებისგან. ჩემი ემოცია გაბრაზება. ან ისა რა ქვია, უნდაწყვეტა, ან რაღაცა, ხო? ემოცია. მაგრამ მოქმედება არის სხვა, ანუ ან ვაბრახუნებ, ან უთხრა იმას, თქვა რკინის კარია, ვერ ვტეხავ. რას ვაკეთებ? მოდი ვეკითხებ. ვრეკავს სადმე, სადაც შეიძლება დამეხმარო, რომ გავიდე კარებიდან. ნუ ახლა მე ალტერნატივა მაქვს ფანჯრიდან გადავწვრე. ანუ ძალიან სწორია, მარია. ანუ კარი თუ არ მეღება, ფანჯრი დავწვრე. ფანჯარა თუ არ იღება, ვრეკავ. თუ არ ირეკება და ქსელიც გაწყდა, ბოლო ხმაზე. ვირი ბოლო ხმაზე. ანუ არსებობს ბევრი ხერხი, რითიც მე სირთულეს და მომხდარ რაღაცას ვებრძვი. აი ეს გადაიტანეთ ახლა ცხოვრებაზე. ანუ ვიფხვი რომ გამოგეკიდოს ტყეში. ხო არ დგები და როგორ გამიბედე ახლა მე გამოკიდება და რა მეკადრება მე ახლა შენი გამოკიდება ეუბნები ვერებს? რას აკეთებ? ან ხეზე ვწვრები, თუ შემიძლია ხეზე ასლო, თუ არა და მაშინ მე ვისწავლე. ანუ ერთ წამში დავით პასუხობდები და არა წინით, ხო? აი, მე მინდა წინა ალბათ უფრო მერე მოდის ეს როგორ გამემართა. ეს როგორ გამემართა ჩვენ ვეგართმევს ენერგიას რა, მაგრამ რეალურად ჯოკერი გითამაშიათ? კი რა თქმა უნდა. აი, მოგიჯოკრა ვიღაცამ, ხო? იკავა დადი. ვადი. მე ჯერ შარვა ჩაიჭი, შეწყვეტი არა გაყვა გოგო ყავსა. სერაპია.
ტრუსიკებში შემოაფიქრე. ანუ მომიჯოგრა ვიღაცამ ხო? შემდეგ წრეზე ვეცდები მე მოუჯოგროთ ხო? გებით როგორ გამიბედე მოჯოგრა ხო? ბოდებ არა? აი მინიმუმ ვატყუებთ რომ ვითომ ჩვენც რაღაც დაერთ მოვიგეთ. არა ზუსტად ვითამაშია მაგრამ ძალიან უყვარს რაღაც სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა. აი მე ვამბობ ხოლმე ყოველთვის რომ არ არსებობს სიტუაცია რომელშიც გამოსავალი არ არსებობს. თავარია იფიქრო გამოსავალზე მინიმუმ არის 3 ოღონდ უნდა იყოს. ჰოროსკოპით რა ხარ? ლომი. მოკლედ აი ეხლა რაც თქვა მარიამ არის რეალურად სამსახიობო სტატობის საფუძველი. ამოცანას ვისახავ, მინდა გადავიდე ქუჩაზე, ამოცანა გადავიდე ქუჩაზე, რას ვაკეთებ არის და რა არა რას ვუცნობ. ქმედება იწვევს ემოციას და არა ემოცია ქმედებას. ფაქტს პასუხობ ქმედებით. ანუ მინდა გადავიდე უყურებ შუქნიშანს, ველოდები რომ მანქანა გაჩერდეს, არ გადამჭრიდოს ხო? ამოცანა მაქვს შვიდობით გადავიდე იქითაც. ხო? ხდებით? ეხლა ამოცანა არის და არის განჭოლი მოქმედება ქვია მსახიობების ენაზე და თუმანიშვილის ენაზე, მაგრამ მე გეტყვით რომ ეს არის რას ვაკეთებ იმისთვის რომ ამოცანას მივახციო. ეპიზოდებისგან შედგება. ყველა ჩვენი ცხოვრების ყველა დღე შედგება ბრძოლისგან. კარგი კუთხითაც ვიწვით, იმიტომ რომ მე რომ შვილი მიმყავს სკოლაში, მე უნდა მოვასწრო დროზე მივიყვანა სკოლაში, მშვიდობიანად. ხო? მე რომ მივდივარ მანქანით დანიშნულების ადგილას, კონფლიქტი არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა. და მე უნდა გადავლახო ბარიერები, კონფლიქტი ჩათვალე ბარიერებს. გულისხმობ, საცობი თუ მაქვს, უნდა რაღაცნაირად ამ საცობში გადავრჩე, რომ მივახციო დანიშნულების ადგილზე, ხო? ანუ განჭოლი მოქმედება ჩემი არის გადავასწრო მანქანას. წითელი არ დამემთხვას, არ გარიტანო ვიღაცა ამასობაში, ხო? და ასე შემდეგ და მივახციო დანიშნულების ადგილას. ანუ არსებობს ამოცანა, არსებობს განჭოლი მოქმედება, რას ვაკეთებ იმისთვის, რომ მივახციო ამოცანას და არსებობს როგორ ვაკეთებ. აი როგორ არის ყველანაირი სხვადასხვა მეთოდები. როგორ ვაკეთებ? ნელად, სწრაფად, დაფიქრებით, მხიარულად, ტირილით, ბღავილით, ფეხებს უბაყუნებ იატაკზე და თავს უბუყავ იატაკს თუ სრული სიმშვიდით ვაკეთებ. ეს არის როგორ, ანუ ეს არის უკვე ფერი. გესმით, დეკორაციის კი არა, შენი მოქმედების ფერი. და ყოველთვის ვარკვევ რა მიშლის ხელს ამოცანის შესასრულებლად. ანუ რას ვაკეთებ არის ჩემი მიზანი, რას ვაკეთებ, როგორ ვქმედებ და ვისახავ ამოცანებს და როგორ არის როგორ ვაკეთებ და რა მიშლის ხელს. აი ეს კითხვები არის საფუძველი არა მარტო საფუძველი პროფესიის, არამედ მე მგონი ადამიანის ზოგადად დღევანდელ-დღეს, მაგრამ მე მენდომებოდა რომ აგიხსნათ მსახიობის რატო, იმიტომ რომ მე რომ თამაშობ დაუშვათ არ ვიცი დეზდემონას, ჩემი ამოცანა რომ მოდელას გავყვეთ ცოლად, მერე ჩემი ამოცანა რომ იქ მოვერგო სადღაც, აი ჯულიეტა ავიღოთ, გავყვე რომეოს ცოლად და არავის სხვას, ხო? ჩემი ამოცანა არ არის მოვყვე, მაგრამ რომეოს ისე მინდა რომ გავყვე, რომ რას ვაკეთებ ამისთვის, უთანხმდები მღვდელს, ჭუმად ვიწევ ჯვარს, იქ თავს მერე ვიწამლა ვითომ რომ გადავრჩე და რომეოსთან ერთად ვიყო. ანუ ჩემი ამოცანა რომეოსთან ერთად ვიყო. და რა მოხდა და როგორ გავაკეთე ეს ყველაფერი უკვე არის მეორე საკითხი. და რა მიშლიდა ხელს? მიშლიდა მამა, ოჯახი, ოჯახების მტრობა. ხო? აი ეს სქემა მე ვირჩევ რომ ჩაიწეროთ.
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ კიდეც აი ეს ჩამოწერა ვინ ვარ მე პირველი არის აი თქვათ როლი გაქვს ან საზოგადოებაში ხარ სადღაც რაღაცა ის გაქვს შეხვედრა კორპორატიული ვინ ვარ მე აქა რეალობას რო გავუსწორო თვალი მე ვარ აქ პედაგოგი მე ვარ აქ სტუმარი დაპატიჟებული ხო იმის მიხედვით ვიქცევი ვინ ვარ მე დაპატიჟებული სტუმარის მომყოლი ვარ ვიღაც მეგობარი საერთოდ უცხო ამ სიტუაციაში მე ვარ ორგანიზატორი და მთავარი ტიპი ამ სიტუაციაში ხო თავარი არის გაიაზრო კარგად ვინ ხარ შენ მოცემულ გარემოში მეორე არის როგორი ვარ ლამაზი, მსუქანი, უშნო, საინტერესო, უინტერესო, ამის მიხედვით ვქმედებ, ანუ როლს აწყობ ამის მიხედვით. მესამე, რა მინდა, მოვეწონა ვინმეს, გავიცნო ახალი ადამიანები, გავყიდო ჩემი პროდუქტი, მიზანი რა მაქვს, ხო? ვისახარ მიზანს. სკანდალი ავტეხო, ეგეც შეიძლება იყოს მიზანი. გავაქუჭო, ჩავშალო. ხო შეიძლება ეგეთი მიზანიც გქონდეს. ან პირიქით, ორი მულტი აბოდიში გაწყვეტ ხომ არის მულტიტასკინგი მაგალითად რაღაც სიტუაცია გარემოში ხვდები სადაც შეიძლება სტუმარიც იყო მაგრამ შენი თავი მხოლოდ სტუმრად არ აღიქვა და აღიქვა სხვა ვინმე ესე რომ ვთქვათ მათ ის როლი მდგომარეობა მოირგო იმ რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში მაგალითად მე მქონია ესეთი სიტუაცია ყოფილვარ სტუმრად და მიუხედავად ჩემ მხოლოდ სტუმრის სტატუსისა ჩემი როლი გადათამაშებულა იმაში როგორ შეიძლება ურჩიო ადამიანს რაღაცა ესა თუ ის პროდუქტი ეს უბრალოდ შევისკოთ რა იმ სტუმრის სტატუსთან გადავედი უკვე სხვა მეორე სარეწინააღმდეგება აბსოლუტურად მე შეიძლება გოგოებთან ერთად შევიკრიბო და ამ დროს წავიდეს ლაპარაკი რაღაცა ავადმყოფობაზე და ყველა გამოხატავს თავის აზრებს და ყველა რჩევებს და აზრებს და ამ წუთში შენ გინდა რომ დაამტკიცო რომ შენ ხარ ყველაზე მართალი მაგრამ ჩვენ საერთოდ ძალიან ბევრი ნიღაბი გვაქვს ოღონდ ცუდი მნიშვნელობით არა არაბინ არ თქვას რომ ნიღბის დარება არის ცუდი იმიტომ თანამედროვე სამყარო იმდენად მულტიტასკურია და იმდენად ბევრი რაღაცა გჭირდება ელემენტარულად ყველა ქალს კარგად უნდა გამოიყურებოდე ისე კაიხაზეც ვაგვარი რაც ყველა მიცით და აღარ ჩამოვთვლი ხო აქედან გამომდინარე მეგობრებში მე ვარ სხვა და ეს მართალი ვარ იმ სხვაში ვერ ვიტყუები სცენაზე ვარ სხვა გადაღებაზე ვარ სხვა შვილთან ვარ სხვა პატარასთან სხვა ვარ დიდთან სხვა ვარ ავტობუსში სხვა ვარ და უცხოეთში სხვა ვარ მეთანხმებით და არც ერთში არ ვიტყუები არავინ არ გითხრათ რომ ნიღბის დარება არის ტყვილი ნიღაბი როდის არის ცუდი და ნიღაბი აღარ არის ეგ როცა შენს ყოფნაში იტყუები იმ მომენტში ყალბი ხარ მეგობრებში ყალბი ხარ სცენაზე ყალბი ხარ ავტობუსში არა იმ როლს თამაშობ რომელიც ნამდვილად გულიდან მოხდეს იმიტომ რომ ავტობუსში მე მახსოვს როცა დავდიოდი მანქანით დავდივარ ძირითადად ხარ ხავდები ხოლმე ავტობუსით რა მიჩხუბია კიდეს ვიღაცასთან აი ხო არის რაღაც სიტუაცია რომ ყველა რაღაცაზე აღშფოთებულ და შენც აყვები ხო მე ვფიქრობ აი მე რა ინდექსი რა ჩუმა ჩემთვის ხო მაგრამ იმაში მართალი ხარ აბსოლუტურად აქედან გამომდინარე ჩვენ ვატარებთ ნიღბებს უბრალოდ ჩვენი ნიღაბი ვცდილობთ რომ იყოს საინტერესო ამათ თუ იმ სიტუაციაში იმიტომ რომ ნაცრისფერობა არავის არ უნდა და არა ინტერესებს იმიტომ რომ ყველა ვართ პიროვნება და ყველას გვაქვს ამოცანის გარდა ეხლავე შორენა ზეამოცანა აი ზეამოცანა ხელოვნებაში უშუალოდ კინოში და თეატრში არის რა უნდა რომ თქვას ამ პროდუქტით რეჟისორი სპილბერგი ავიღოთ რა უნდა და ეთქვა ამა თუ იმ კინოთი ხო შენ პერსონაჟი შეიძლება საწინააღმდეგო ამოცანა ქონდეს კინოში მაგალითად ან კიდეც თეატრში შეიძლება მე ვიყო ტერორისტი და ცუდი ტიპი და მანიაკი მოკლა 10 კაცი ხო კინოში
მაგრამ ამით ჩემი ამოცანა მოკლათი კაცი, მაგრამ რეჟისორის ამოცანა ადამიანს ანახოს, რომ ეს ცუდია. ამიტომ თავის ფილმს და კადრებს ისე ააწყობს, რომ ყველა გაიგებს, რომ ეს ცუდია. ესმით? Natural Born Killers თუ გინახავთ ვინმეს ფილმი, გადასარევი ფილმი არის Natural Born Killers. დამაბიც თავისია, ხანდახან ესე მემართება ხოლმე, ძალიან ცნობილის. ან მაგარი წყვილი არის, აი ჯიბიდან ისვრიან და ყველა სკლავენ გარშემო. აი უსასტიკესები არიან. და თითქოს იმათკენ ხარ ფილმის განმავლობაში, მაგრამ მე ისე ხვდები, რომ ეს არის საშინელება, რომ ანუ გმირები ესენი არიან, მაგრამ უკუ რეაქციას იწვევენ ეს გმირები და ამიტომ მაყურებელი გამოდის, რომ ამდენი სისხლი და ამდენი ის არის საშინელება. ანუ ესეთი ზეამოცანა შეიძლება არსებობდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის შენი კონკრეტულად ამოცანა, მაგრამ თუ კომპანიაში ბევრს გაყიდი რაღაცას, თქვათ, პროდუქტს და იქნები წარმატებული, შენი ამოცანა ეს არის, მაგრამ კომპანიის ამოცანა, ზეამოცანა არის, რომ კიდე ერთი ბილდინგი ააშენოს, კიდე სხვა ქვეყანაში გახსნას ფილიალი და ასე შემდეგ. ესმით, ჩემი ცხოვრების ზეამოცანაა, რომ ვიცხოვრებ, არ ვიცი, მოვხდეს ამ ოთხეში მე. ან შეიძლება სხვა ზეამოცანა გქონდეს, რომ განვითარდე და ბოლოს ან ვიღაცას კოსმოსში მოხვედრა უნდა. მაგრამ მე ყოველდღე ხო ამაზე არ ვფიქრობ. ჩემი ამ წუთაზე ამოცანა, რომ თქვენ დაგაგებინოთ და მოვიტანო კარგად, რა საინტერესოა ეს სისტემა და სტრუქტურა. მე ჯგუფში ჩაგიგდეთ მე ამას დაწერილს, რომ თქვენ ზუსტად გაყვეთით, რომ ეს არის პირველი საფუძველი საერთოდ. და წვისებები, რომელიც მსახიობისთვის აუცილებელია. ეს არის ყურადღება. ყურადღება არ ნიშნავს მე ყურადღებიანი მეგობარი ვარ და მეზობელი მოვიკითხე. ყურადღება დეტექტივის დონეზე. ანუ შევდივარ ოთახში და ვამჩნევ დეტალებს. ამისი სავარჯიშოები ჩვენ აუცილებლად გავივლით. ან სადღაც ვთები და მე 3 დღის მერე რომ გითხავენ, შემიძლია გავიხსენო რა ხდება. რა ხდებოდა. აი რომ იძიებდეს ვიღაცა და ხო არ შეგიმჩნევიათ რამე უცნაური ან რაღაცა. აი ამ დონეზე ყურადღებას გელაპარაკებით. ცნობის მოყვარეობა, ანუ ყველაფერი ახალი მე მაინტერესებს, შეტყობის დონეზე გუბკი კასაბით ვიცრუთავ, ახალი სახე ქუჩაში, ახალი ტიპებს ვაკვირდები ბანკში, გაჩერებაზე, ვარჩევ რითია განსაკუთრებული ესა თუ ის ტიპაჟი. იმიტომ რომ როგორ იცინს, როგორ აცემინებს, როგორ იყურება და ამაზე შეიძლება მე ჩემი ფანტაზია განვავითარო და ავაწყო აი ნეტა როგორი სახლი აქვს ამას, როგორ სახლში ცხოველი ყავს ნეტა თუ არა. ცოლი ყავს საერთოდ ან ქმარი ამ ქალს. მარტო ხელა თუ როგორია. აი ეს არის უკვე ცოტა მიწიდან ცოტა ამაღლებული შენივე ფანტაზია, რომელიც უდიდესია, უმდიდრესია და ჩვენ მას არ ვიყენებთ. ეხლა მე მინდა თქვენ უცებ წარმოიდგინოთ, აი მოკლედ, რომ ჩაგბიჭეთ ლიმონი. იგრძენით ლიმონის ჩაგვეჭა. ცოტა დაგიმჟავდათ ყურებთან. აი, მე მომეწონათ როგორია ლიმონი. ეს გვეჭა. და უცბად რომ გაიხსენოთ როგორია კონიაკის მოყვა. ზემო გახსენდება. ანუ მეხსიერება ადამიანის არის ძალიან მაგარი რამ. და მე მეხსიერებით შეიძლება ამოვატიტივო მეოთხე კლასში მოსმენილი. ან მუსიკა გაძლევს ამას ფათეშორის პირდაპირ. აი, გაიხსენებ რაღაც მუსიკა დაუბრავს, რომელსაც სკოლაში უსმენდი და უცებ ის დრო გახსენდება, ატმოსფერო, ჰაერი, ურთიერთობები. მაგრამ როცა მუსიკა არ უკრავს და შენ უნდა გაიხსენო როგორია საზამთრო ჩაგვეჭა,
გაქვს ამის უნარი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა უნარები, ფანტაზია კიდე. ფანტაზია. როგორია, უცებ, აი შეიძლება მოგიწიოს მთვარეზე, ვითომ მთვარეზე ხარ. წარმოიდგინე როგორია მთვარეზე. ეხლა მქონდა მოთხოვნა, ვეძებდით რეკლამისთვის არ მოყვებით დეტალებს, უცხოელები იღებენ რეკლამას, ვეძებდით ნიჩს 30 წლამდე, არა 40 წლამდე, რომელიც მოულოდნელად აღმოჩნდა მთვარეზე და იქიდან ურეკავს დედას. და იმპროვიზაცია უნდა ჩაეწერა რა ეტყვის დედას. ერთი ზარი აქვს. და დედამ იცის, რომ ეს მთვარეზეა თუ არ იცის, ეს უკვე თვითონ გადაწყვეტოს იმპროვიზაციაა რა. ნუ რამდენიმე მსახიობმა გამომიგზავნა ჩაწერეს, ზოგმა ძალიან საინტერესოდ. რომ დედა ნუ გეშინია და მთვარეზე ვის არ უჯერებდა ეს ელაპარაკებოდა, ტელეფონში ჩაწერეს, როგორც დაიბით, WhatsApp-ით რომ ელაპარაკო დედას, როგორც მთვარეზე ვარ აჩვენებ რა, რა ხდება მთვარეზე. ვიღაცამ დადგა ისა ვენტილატორი და უბერავდა, თვითონ მთვარეზე სუქარია, არ ვიცი რატო, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო და ერთმა დაკიდა ფეხსაცმელები უკან კედელზე, რომ იქ მიზიდულობა სხვაგან არის რა. მე დავიწყეთ, ახალი ფასკი მოვიდა და დავიწყეთ ძებნა დედის, რომელსაც შვილი ურეკავს თვალიდან. და მივეცი საშუალება, რომ უთხარი, რომ თუ გინდა ეს არ დაუჯეროთ და მოულოდნელობა იყოს, პურზე გავიდა და თვალიდან გირეკავს. მეორე ვარიანტი არის, რომ ასტრონავტი ყავს შვილი და იცი და ელოდებოდი ამ ზარს. ნუ აი ისეთი საინტერესო ვიდეოები მაქვს ამისი. ამიტომ ფანტაზიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მსახიობობაში მithot, მაგას თუ ცხოვრებაშიც რა, აი ძალიან გიადვილებს ცხოვრებას, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება იმ მომენტში ნერვებს გიშლის და შენ ფანტაზიით უნარი ქონდეს, მედიტაციასთან ახლოს არის, რომ აი უცებ ამას გახეული ნასკიათში ალბათ და რაცოდაა იდეაში რა. წარმოიდგინე, ოღონდ დაიჯერომდე უნდა მივიყვანოთ ეს ყველაფერი. ან რაღაცა, რომ აი უცებ რომ აღმოჩნდეს, რომ შიშველი დგას და აი ამას მიხურებს რაღაცას, მელაპარაკება ვიღაცა უფროსი და ამიტომ შიშველი დგას, წარმოიდგინე რა. უკვე ხო, ძალიან სერიოზულად არ გაბრაზდები. აი შენ პატრონს იფიქრება რაღაცას, ხო სიტყვაზე ვამბობ. კარგი. მე გთავაზობთ 5 წუთი დავისვენოთ. კარგით? ამასობაში შორენა გაგვიქრა და ეგეთ მოვიპოვოთ შორენა, 5 წუთი დავისვენოთ, მე ბავშვს დავხედავ, რაღაცას გავაკეთებ, არ გამოვთავ ამას, იყოს ეს და გადით უბრალოდ გაისე ტუალეტში რამე, შაკბეშა თუ გინდათ რამეს და 5 წუთში შევიკრიბოთ უკან. კი ბატონო.